ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დილიდან კუსტპაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ჩატარდა შეჯიბრი წყლის ველოსიპედებით, მარათონი, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა ნაკეთობების გამოფენა და ილუზიონისტების შოუ. დღის მეორე ნახევარში იგეგმება საჩვენებელი საბრძოლო გამოსვლები და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ფლეშმობი. მოგვიანებით კი კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ბავშვებისთვის და საერთოდ მსოფლიოში აღინიშნება. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენმა სიპმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა გადაწყვიტეს რომ ბავშვებს მოუწყონ დღესასწაული როგორც შეზღუდული შესაძლებლობების სკოლებითა ასევე სხვა სკოლის მოსწავლეებს. ეს ღონისძიებები გულისხმობს სპორტულ შეჯიბრებებს სხვადასხვა სახეობებში, რომელიც მიმდინარეობს ახლა, ასევე გვაქვს მხიარული ავტობუსის სადგურები, რომლებიც ბავშვებს ართობენ, შედარებით პატარა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი ეს გასართობი. ბავშვებისთვის არის სახეზე ხატვა. ჩემი ასაკის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები, რადგან ეს უთხრობს მათ აქტიურ ცხოვრებას ხელს და არც უფრო ვითარდებით ცხოვრებას მრავალი კუთხით უყურებ და ფიქრობ ძალიან საინტერესოა არის ჩემთვის.